ეს ოპერაცია იყო ყოველ ესეთ შეფრენაზე, იქნება ეს პეტერბურგი თუ სიღრმისეულად 1000-1500 კილომეტრი, ვამბობთ რომ იყო უნიკალური. შესაბამისად ეს ფაქტები უკვე აღარ არის ესე ვთქვათ იშვიათი, ამას მიეჩვია მსოფლიო, მიეჩვია უკვე რუს საზოგადოებაც, რომლის შესახებაც ისინი ყოველდღიურად უფრო მეტ პრეტენზიას გამოთქვამენ და ესე ვთქვათ აკრიტიკებენ ხელისუფლებას, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სირენები არ არის ხოლმე ჩართული ესე დიდ ქალაქებში, როგორც არის თუნდაც პეტერბურგი, თუნდაც მოსკოვი, ეს ხდება იმისათვის, რათა ეგრეთ წოდებული პანიკა არ გავრცელდეს საზოგადოებაში და და ამ დროს მეტი პანიკა ვრცელდება, ასე გამოდის. და ამის შესახებ გუშინ ადამიანები, ჩვეულებრივ მოსკოვის მოქალაქეები აღნიშნავდნენ, რომ სირენის გარეშე ჩვენ ვერ ვიგებთო რა საფრთხე გველოდებაო და შესაბამისად ამით უფრო მეტ საფრთხეში აგდებთო ჩვენ სიცოცხლესო. ეს ოპერაცია არის ერთგვარად გამოძახილი იმ ორწლიანი სპეცოპერაციებისა, რომელსაც უკრაინა ძალიან ეფექტიანად ატარებდა საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოფიტვის სახით. ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსებმა იმდენად დიდი რაოდენობით საზეიმტო რაკეტა გახარჯეს, რომ უკვე აი შედეგები რეალურად თვალსაჩინოა დრონების შეფრენის ფონზე. პირობითად 2024 წლის ზაფხულიდან, როდესაც უკრაინამ უკვე დაიწყო, თავიდან რამდენიმე ასეულის გაშვებით ამ გამიკაძე დრონების, როდესაც დაიწყო ესეთი ოპერაციები, იქ თითქმის 100%-იანი გადაჭერა ხდებოდა აი ამ დრონებისა. თუმცა ეტაპობრივად გამოფიტვამ, აი გეგმაზომიერმა მოქმედებებმა გამოიწვია ეს შედეგი, რომ ყოველდღიურად როდესაც უშვებენ 300-354-ს, მაგრამ გუშინ შემთხვევაში რუსეთს რაღაც 900-მდე დრონი იყო გაშვებული, საერთო ჯამში რუსეთის ყველა რეგიონის მიმართულებით და ოკუპირებული ყირიმისკენ, გამოიწვია ეს შედეგი. ეს რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია, ხო? წინა შემთხვევებს რომ შევადაროთ, ესეც მნიშვნელოვანია. რომ აღინიშნოს რა არა მხოლოდ წუდებიან, არამედ რა მასშტაბს წუდებიან, ესეც რა ხწეროთ საინტერესოა დინამიკაში მაყურებლისთვის. მასშტაბი საკმაოდ შთამბეჭდავია, იმ მხრივ რომ დაახლოებით არის რამდენიმე გამიკაძე დრონი, რომელიც მოდერნიზება ინტენსიურად ხდება, ესე ვთქვათ, რეალურ პირობებში. სხვადასხვა ოპერაციებიდან მიღებული გამოცდილების შემდეგ ამა თუ იმ დრონს უკეთებენ მოდერნიზაციას, იქნება ეს ლუტი, იქნება FP1 თუ სხვა ტიპის გამიკაძე დრონები. მათი მოქმედების რადიუსი, ეს ერთგვარი რეინჯი არის 1500-დან 2000 კილომეტრამდე და ეს შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამით მათ შეუძლიათ აჩვენონ თელ სოფლიოს, რომ ნებისმიერ წერტილზე, სადაც რუსეთის სტრატეგიული ობიექტები იქნება ეს სამხედრო თუ ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ობიექტი, მიწვდნენ და ესე ვთქვათ მიაყენონ კრიტიკული დაზიანება და სწორედ ესეთი თვალსაჩინო გამოვლენა იყო გუშინ, როდესაც დაარტყეს კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელსაც ასევე 3 დღის წინაც მიაყენეს ზიანი ამავე დრონები. თუმცა ნუ გუშინდელი იყო ძალიან კადრები ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ ერთია შთამბეჭდავი კადრები და მეორე ამ ნავთობგადასამუშავებლის მნიშვნელობა და ასევე მისი ლოკაციაც. ამაზეც რო ვისაუბროთ და იმ ენერგო პრობლემებზე, რაც რუსეთის მოქალაქეებს რეალურად ექნებათ, იმიტომ რომ წინა ბლოკში ვსაუბრობდი, ერთია რომ თავიდან თითქოს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდათ, რომ მიწუდნენ პირველად, გაჩნდა დისკომფორტი. ახლა დისკომფორტთან ერთად გაჩნდა რეალური შიში და პრობლემები მოქალაქეებისთვის და ესეც რო აღწეროთ რუსეთის მოქალაქის გადმოსახედიდანაც მათი ყოველდღიური პრობლემების ჭრილში. ეს მოცემულობა, რომელსაც უწოდებენ ეგრეთ წოდებულად საწვავის ლოკდაუნს, დადგა ასევე იმ გეგმაზომიერი მოქმედებების შედეგად, რომელიც დაახლოებით 1 წელიწად ნახევარია მიმდინარეობს რუსეთის სიღრმეში სხვადასხვა აი ამ ნავთობ ობიექტზე. იმდენად ბევრი იბომბება უკვე 2026 წლის დასაწყისიდან ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობსაქაჩო სადგურები, ნავთობაზები, რომ რეალურად გააჩინა გადამუშავებული საწვავის რაოდენობის, ესე ვთქვათ, დეფიციტი, რომელსაც ყოველდღიურ მოხმარებაში იყენებენ მოქალაქეები ავტომობილებისთვის. შესაბამისად, იმდენად მძიმე ვითარება დაუდგა Reuters-ზე და CBS-ზე გავრცელდა გუშინ წინ ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აზიიდან მზა პროდუქტი, ესე შემოიტანოს, აქ ეხება საქმე ბენზინს და დიზელს. ვინი ფიქრობდა 4 წლის წინ ამ მოცემულობას? ესე ვთქვათ, ბენზინგასამართ სადგურად წოდებული ქვეყანა, რომელსაც ეს რეალობა არასდროს არ უნდა დადგომოდა, ნუ დაუდგა, იმიტომ რომ რეალურად არაპროვოცირებულ ომს აწარმოებენ უკრაინაში და ეს ომი უკვე ეტაპობრივად კიდევ უფრო მძლავრად და მძაფრად მოდის ისეთ საკვანძო ქალაქებში, როგორც არის მოსკოვი. და სხვა შორის საინტერესო გუშინ კადრები რომ გავრცელდა, როდესაც მოდიან ეს დრონები, როდესაც შემოდიან საბრძოლო მოქმედებათა ველზე არა, თუმცა საბრძოლო მოქმედებათა თეატრად იქცა უკვე მოსკოვი.
როცა შემოდიან რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი კადრი დაფიქსირდა, რომ უშვებენ პანცირის თუ სხვა გადასატანის საზეიმტო სარაკეტო კომპლექსიდან საზეიმტო რაკეტას და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ფრინდება ეს რაკეტები. ნუ ეს შესაძლოა იყოს გამოწვეული იმით, რომ აი ამ დრონების მოდერნიზაციის ფარგლებში გააჩნიათ საკმაოდ თანამედროვე, ესე ვთქვათ, ჩამხშობის სისტემები, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები, რომელიც ახდენს გარკვეულ, ესე ვთქვათ, სიგნალების ჩახშობას და სხვა მიმართულებით ასახავს რადარი იმ ობიექტს, რომელიც შეიძლება იყოს მის თავზე. ანუ რუსული რადარები ვერ აღიქვამენ სწორად უკრაინიდან წამოსულ დრონებს. რეალურად თვითდამიზნების თავაკიანი რაკეტები გააჩნია ამ გადასატან საზეიმტო სარაკეტო კომპლექსებს. ძალიან უცნაურობა მოხდა, 4 შემთხვევა იყო, როდესაც უნდა ჩაეჭირა მიზანში და ავტომატურად უნდა გაფრენილიყო ეს თვითთავაკიანი რაკეტები, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გაფრინდა. ეს ცოტა, ну, შესაძლოა 1 და 2 შემთხვევა დაფიქსირდეს იმგვარად, რომ რაღაცა წუნი იყოს ტექნიკური, მაგრამ ну, 4 შემთხვევა დაფიქსირებული და ამაზე უკვე თავად რუსი ზედბლოგერებიც ამბობენ, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში 100%-ად ესე მუშაობს. საკმაოდ ბევრი დრონი იქნა ჩამოგდებული, თუმცა რამდენიმე ესეთი მომენტი საგანგაშო იქცა მათთვისაც. და ესეც საინტერესოა, ხო, არსენალის კუთხითაც მინდა კითხოთ ერთ-ერთი დრონები, თუმცა მხოლოდ დრონებით არ შემოიფარგლება, ხო, უკრაინის თავდასხმითი პოტენციალი და ამ მრავალფეროვნებაზეც რო ვისაუბროთ, რა შეიცვალა ბოლო პერიოდში სამხედრო ინდუსტრიის განვითარების პარალელურად. გუშინ გარდა კამიკაძე დრონებისა დაფიქსირდა რაკეტა დრონები, მცირე გაბარიტიანი ფრთოსან რაკეტებს უწოდებენ, მათ ბარსის ტიპის, რომელთა შემოფრენაც საკმაოდ ესე მარტივად მოხდა, დაახლოებით 7 დრონი შემოფრინდა. ანუ არის ესეთი კადრი, როდესაც 7 დრონი შემოდის და შემდეგ მიმართება მიზანზე. ეს იმას ნიშნავს, თუ რამდენად გამოფიტულია რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები და სანამ არსენალზე გადავალთ კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი, რუსეთს აქვს CBS-საც ეწერა ეს სტატია ნატოსა და უკრაინის დაზვერვის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. რუსეთს აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემა C300, რომელიც მსოფლიოში არის ცნობილი. ამ C300-ის წლებია ცნობილი. აი ამ C300-ის რაკეტების დეფიციტს უკავშირებენ დრონების, ესე ვთქვათ, აი ესეთ მასშტაბურ გაძრუნებას, რადგან C300-ის გამშვები კომპლექსები და რაკეტები საკმაოდ ბევრი იყო ამ რუსეთის წარმოებაში პრობლემა აქ შეგვიძლია ვთქვათ, ხო? რა თქმა უნდა, ანუ დრონი უფრო მარტივად და სწრაფად იწყობა, ვიდრე საზეიმტო რაკეტა, რომელიც უბრალოდ უფრო მაღალ ტექნოლოგიურია და უბრალოდ უფრო კომპლექსური, ესე ვთქვათ, ნაკეთობაა, რომლის ეს მასშტაბირება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთია და საწარმოო მძლავრები გააჩნია, ვერ ეწევა იმ საჭიროებებს, რომელიც გამოწვეულია თითქოს ამ დრონების ინფილტრაციის ფონზე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ C300-ები, როდესაც რუსეთს ჰქონდა საბჭოთა კავშირიდან ძალიან დიდი რაოდენობით მიღებული, ომის პირველ წელს ამ C300-ებს დაახლოებით 9000-მდე რაოდენობა იყო მარაგში სხვადასხვა წყაროების ცნობით. აი ამ C300-ებს იყენებდნენ არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვისთვის, თან მაშინ რუსეთი ფაქტობრივად საჰაერო თავდაცვაზე არ მუშაობდა ომის პირველ წელს, იმიტომ რომ უკრაინელები მის სიღრმეში, მის ტერიტორიაზე არ უტევდნენ და ეს C300-ებზე მიიღეს გაწყვეტილება, რომ რატომ უნდა გამოვიყენო, რატომ უნდა იყოს ესე ვთქვათ უქმად და გადააკეთეს, შეუცვალეს პროფილი და იყენებდნენ სახმელეთო სამიზნეებზე ძალიან ინტენსიურად აი ამ რაკეტებს დასაბომბად. სტრატეგიული შეცდომა გამოსულიათ. ძალიან ბევრი გახარჯეს მათ შორის და სწორედ დღეს აღნიშნავენ იმას, რომ აი იმ პერიოდში ჩვენ დაახლოებით 2000-მდე საზეიმტო რაკეტა გვაქვს სახმელეთო სამიზნეებზე გასროლილი, აქტიურად იბომბებოდა ხარკოვი და ჩერნიგოვი იმ პერიოდში, სწორედ ეს არის ის შედეგი, რომ აი ეს 2000 რაკეტა იქნება თუ უფრო მეტი დეფიციტშია, ну ახლა ეს სტრატეგიულ დონეზე სულაც ვერ შეცვლიდა, თუმცა ანუ მიდგომების არასწორი, ესე ვთქვათ, დაგეგმარება არის. სწორი ოპტიმიზაციის მაგალითი იყო ცალსახად. რა ხდება ფრონტზე ფართოდ სურათსაც რო შევხედოთ, ჩვენ წინაზეც ვისაუბრეთ, რომ დონბასის მიმართულებით მართალიანელი, მაგრამ თავისი წინსვლა აქვს რუსეთსაც. საბოლოო ჯამში რა ტიპის ზეწოლას შემოხდება კიდევ უფრო მეტად დროთა განმავლობაში პუტინ ომის დასრულებაზე ჯერ არ ვიცით. მაღალი ალბათობით წნეხი გაიზრდება ეკონომიკური ფაქტორების გამოც და მას სჭირდება რომ რაღაც ტიპის გამარჯვება გააფორმოს, ხო? დონბასი იყო და არის ბოლო პერიოდის ლოგიკური სამიზნე მისთვის. რა ხდება მანდ? სანამ ამაზე გადავიდოდით, წინა
შეკითხვის ერთ-ერთი პუნქტი იყო არსენალთან დაკავშირებით და ორივეზე ესეც მინდა რომ დავფაროთ. ხო, ანუ უკრაინის არსენალი საკმაოდ იზრდება, უფრო სამხედრო სამრეწველო კომპლექსი არის უნიკალურ მდგომარეობაში, შესაძლოა ესე ითქვას. იმგვარი ესე ვთქვათ, უსაფრთხოება გააჩნია იმ საწარმოებს, რომელსაც რუსეთი მიუხედავად იმ სარაკეტო თავდასხმებისა, რომელსაც ახორციელებს აერობალისტიკური, ბალისტიკური თვითოსანი რაკეტებით ან კამიკაძე დრონებით, ვერ აღწევს, იმიტომ რომ ეს უმრავლესობა არის მიწის ქვეშ. ან უბრალოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. და მათ არ გააჩნიათ ამ რაკეტებს სპეციალური, ესე ვთქვათ, გამრღვევი ქობინები, რომლებიც ჩავლენ პირობითად 10-15 მეტრის სიღრმეში და გაანადგურებდნენ იქ Firepoint-ის საამქროებს და საწარმოს რაღაც მნიშვნელოვან ობიექტებს. ეს Firepoint-ი არის ის უმნიშვნელოვანესი საწარმო, რომელიც ამზადებს თვითოსან რაკეტებს, ბალისტიკურ რაკეტებს, ზე მუშაობს და ამზადებს კამიკაძე დრონებს. წლის ბოლოსთვის ავარაუდოთ უკრაინის წლის ბოლოსთვის რა უკვე შემოდგომიდან კიდევ უფრო მეტი სიმძლავრე ექნებათ მათ შორს მოქმედ სანქციებს. უფრო მეტი მასშტაბირება მოხდება დრონების გამოყენებისა, თვითოსანი რაკეტებისა და სავარაუდოდ შემოვა საბრძოლო მოქმედებათა ბოლოზე ბალისტიკური რაკეტები. რომელიც ბევრად უფრო დიდ თავს გაუჩენს რუსეთს, იმიტომ რომ იმ ფონზე როცა დიდი შვიდეულის შეხვედრაც საინტერესო იყო წინა ბლოკში ვისაუბრეთ ამ კონტექსტში. შეხვედრაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული განსაკუთრებით გერმანიასა და უკრაინას შორის, იქ ბორის პისტორიუსსა და ფიოდორ შორის შედგარდგვარი შეთანხმება, რომელიც გულისხმობს აქტიურ მუშაობას მათი სამხედრო კომპანიების, ასე ვთქვათ, ინტეგრაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ განვითარდეს, დაიხვეწოს და მოხდეს წარმოების უკვე მასშტაბირება ბალისტიკური რაკეტებისა და ასევე მუშაობაში კონკრეტული პროგრესი შეინიშნება ანტიბალისტიკური რაკეტის მიმართულებით, რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უკრაინისთვის პეტრიოტის საზეიმტო რაკეტების ჩასანაცვლოდ. რაც შეეხება ფრონტს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეიფორია დღეს გვაქვს, რომ უკრაინა ყოველდღიურად საკმაოდ ეფექტიანად, საკმაოდ ესე ვთქვათ, შედეგობრივად ბომბავს რუსეთს და აყენებს კრიტიკულ ზიანს, ფრონტზე არ არის თვალ ესეთი მარტივი სიტუაცია, განსაკუთრებით დონბასის მიმართულებაზე, ეს ეხება კრამატორსკ სლავიანსკის აგლომერაციაში შემავალ ერთ-ერთ ქალაქს კონსტანტინოვკას, სადაც რუსები არიან ინფილტრირებული, დაახლოებით 200-დან 300-მდე რუსი ინფილტრირებული, ანუ სხვაგანაც აქვთ აქტიურობა რუსებს, უბრალოდ ამას იმით მოახსენებ, რომ ეს არის ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი დღეს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის, რადგანაც პროგრამა მინიმუმის მიღწევა თუ სურთ, მათ უნდა ჩაკეტონ დონბასის ადმინისტრაციული საზღვრები. შესაბამისად, ამ ქალაქის აღების შემდგომ იხსნება ერთგვარი გზა, იქ შემდეგ არის ქალაქი დრუშკივკა და სამხედრის მიმართულებიდან უფრო ინტენსიურ შეტევებს შეძლებენ კრამატორსკისკენ. ანუ არ არის მარტივი სიტუაცია და იმისათვის რა დროის ამბავია თუ აქვს უკრაინას რესურსი ამის შეჩერების. ხო, აი ეს ცოტათი ბუნდოვანია დღეს, თუმცა მე მაძლევს აი ამ სიტუაციაზე დაკვირვება იმის საშუალებას, რომ ვიფიქრო, ძალიან ბევრი ბრიგადა უბრალოდ არ ფიქსირდება არც ვიდეოებზე, არც ფოტოებზე, არც ინფორმაციებში. სადღაც არის ეს ბრიგადები, სადღაც რეზერვი მგონია რომ გროვდება. იმიტომ რომ ალოგიკურია, ყველას ახლა დრონების ოპერატორად ვერ გადაიყვნენ და დრონების გადანაყოფებად ვერ აქცევდნენ და არის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმება სამხედრო მიმართულებით რაღაცა კონჩეტევა, არ ვიცი ეს რა მასშტაბის იქნება, თუმცა ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ იმისათვის რათა რუსეთმა ვერ მიაღწიოს პროგრამა მინიმუმს და დონბასი არ ჩაკეტოს, რასაც შემდეგ პუტინი ეცდება რომ გაყიდოს ერთგვარ გამარჯვებას საკუთარ საზოგადოებაში და სამიზნე აუდიტორიაში. ამისთვის აუცილებელია რომ ეს არ მოხდეს და დონბასის ჩაკეტვა, ესე ვთქვათ, გამოირიცხოს შესაბამისად კონჩეტევას ველეთესე გამოდის. უნდა იქნეს და მე დარწმუნებული ვარ, რადგანაც მე ვფიქრობ და სხვა, ესე ვთქვათ, საკითხით დაინტერესებული პირები ფიქრობენ, ახლა იქ წარმომიდგენია როგორ ფიქრობენ და როგორ ემზადებიან. ამ თვალსაზრისითაც რო ვისაუბროთ და ამით შევაჯამოთ უკრაინის არა მხოლოდ რესურსი, დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, სამხედრო ტაქტიკური თვალსაზრისით, აი ბოლო პერიოდში როგორ შეფასებდით თქვენ მათ ნაბიჯებს? კი ბატონო, ბოლო პერიოდში ძალიან ესე ვთქვათ მარტივად შესაძნობია, როდესაც ესათვის მხარე დგას მოწინააღმდეგის ლოჯისტიკის განადგურებისკენ რაღაცა ნაბიჯებს. ეს აჩენს მოსაზრებას და საკმაოდ ლოგიკურს იმასთან დაკავშირებით, რომ სადღაც იგეგმება სახმელეთო გარღვევა. იმიტომ რომ ლოჯისტიკური ესე ვთქვათ ხაზების დაზიანება, საცეცხლე კონტროლზე აყვანა, სამხედრო ესე ვთქვათ საბრძოლო მასალის გადამტანი მანქანების, საწყოვის გადამტანი მანქანების განადგურებას წესით უნდა მოყვეს სადღაც აი ამ უპირატესობის
ასახვა საბრძოლო მოქმედებათა ველზე და გარღვევა. შესაბამისად, ეს იმ ფონზე რომ ყოველდღიურად იზრდება ამ ლოჯისტიკური კონტროლზე, ესე ვთქვათ, უკრაინის დომინაცია ქმნის შთაბეჭდილებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა სადღაც რაღაცისთვის მნიშვნელოვნად ემზადება. თან ბოლო პერიოდში საკმაოდ ესეთი მუქარი შემცველი განცხადებები ვრცელდება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მხრიდან, მიხაილ ფედოროვის მხრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ყირიმის უახლოეს მომავალში იქცევა კუნძულად, საიდანაც გაიქცევა რუსი მოსახლეობა, მათ ექნება ყირიმზე შეტევაზეც ვისაუბროთ, გუშინ ერთ-ერთი სამიზნე კამიკაძე დრონების ყირიმიც იყო და საინტერესოა. ყირიმი ყოველდღე იბომბება. ანუ არ არსებობს დღე, როდესაც ყირიმში არ იბომბება რაღაცა სამხედრო ობიექტი მნიშვნელოვანი, ნავთობ ობიექტი, ლოჯისტიკურ კვანძებზე ეს სამხედრო ეშელონები თუ პირობითად მატარებლები, რომლებსაც გადააქვთ ეს საბრძოლო ამუნიცია და საწვავი. ანუ ყირიმი არის ის ზონა, რომელიც დაახლოებით უკვე 3-4 თვეა ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად იბომბება უკრაინული კამიკაძე დრონების მიერ და იქ მყოფი რუსი მოსახლეობა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ გადავიდნენ საცხოვრებლად, უკვე ღიად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ სასწრაფოდ უნდა დატოვონ ეს ნახევარკუნძული, რომელიც მალე მართლაც შესაძლოა კუნძულად იქცეს, იმ დონეზე ხდება ლოჯისტიკის განადგურება უკრაინელთა მხრიდან.